2008 წლის აგვისტო. ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, რომ აგვისტოს ომი გამოვიძიოთ ჩვენ თვითონ. ვის დავკითხავთ და როგორ? ეს ჯგუფის შექმნის შემდეგ დაიგეგმება. ეს არის პოლიტიკური ბოდვა. ქალბატონი წულუკიანი პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში გადავიდა იმ ზღვარს, რომლის იქითაც უკვე სახელმწიფო ზიანდება. რატომ გახდა აქტუალური 5 წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება? აგვისტოს ომის სამხედრო ასპექტები თავიდან ბოლომდე იქნას ერთხელ და სამუდამოდ განხილული. საქართველოს დადანაშაულება ომში, მაშინ როცა საქართველო გახდა აგრესიის მსხვერპლი, არის უბრალოდ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება თუ სიმართლის დადგენის მცდელობა. რატომ აყენებს ეჭქვეშ აგვისტოს ომზე არსებულ დასკვნებს და რა ბრალდებას უყენებს წინა ხელისუფლებას ახალი მთავრობა? საჯარის მონაწილეები სათოფანაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვრები. რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა შენ ტერიტორიის ოკუპანტს აძლევ იურიდიულ დასაბუთებას ოკუპაციის. რა კითხვის ნიშნები აქვს ახალ ხელისუფლებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით და დაკითხავს თუ არა გამოძიება ქვეყნის პირველ პირს? პრეზიდენტს ცხადია შესაძლებელია რომ ამის თაობაზე საზოგადოებამ დაუსვას კითხვა. მთავრობა რაც კი მსოფლიოში ნაცარია იყრეს საკუთარ თავზე და აყრეს საკუთარ ქვეყანას და ამით ცდილობს აამბოს რუსეთს. რა რეაქცია მოყვა ახალი მთავრობის ინიციატივას ოფიციალური მოსკოვიდან და რა შეადანაშაულებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტს? ძალიან სერიოზული წვლილი იმ ვთქვათ, თავზარმდამცემ რეალობაში, რომელიც საქართველოში დადგა 2008 წლის აგვისტოში, აქვს სწორედ მიხეილ სააკაშვილს. ომის დაწყების მიზეზები, ნინო ბურჯანაძის პირდაპირი ეთერი პოზიციაში და კახალომაიას პირდაპირი ჩართვა ნიუ-იორკიდან. რა დეტალებს იხსენებს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი 2008 წლის რუსულ აგრესიაზე? როგორ იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება? სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარიაშვილი და უმცირესობიდან დავით დარჩიაშვილი ერთმანეთის პირისპირ დებატები პოზიციაში.